იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45, სილქნეტი 345, ახალი ქსელები 345, მარტივი 45. აი, ურჯულოებმა დამჭრეს მუხანათურად მომეპარენეს ზაღლიშვილები. აი! რამ ხელა ხიჭვი მაქვს. მაგრამ არა უშავს ჩამოვიბან. აი, ქართველო! მუსრიკავავლოთ არაბებს. დადეკ! ნაცნარის დაზიანებას გამოგართმევთ, როგორ ხართ, აბა თავს როგორ გრძნობთ? როგორ უნდა ვიყო, ქალბატონო ექთანო. კლეხანოვზე ვიყავი, შაურმა მინდოდა და ვიღაც არაბმა რა? დანა ჩამარტყა მკლავში. რას ლაპარაკობ? აბა, ერთი წუთით. თქვენ იძახით რომ დაგჭრათ? დაჭრილი ვარ. გტკივა? აი, ამ ხელა ხიჭვი ამოვიგე წერა. ხიჭვი, გტკივათ. აუ, კლავი. ერთი დაჭრილი ხართ? აბა, ხო, მაგრამ რო არაფერი გეკითხება. არა, ერთი წუთით. ბატონო ვასილ, დაჭრილი არ ხართ, არც სისხლი არ მოგდით. ნახეთ, უბრალოდ ეს თქვენი ემოცია. არა, ემოცია კი არა, ეს უბრალოდ ხმალი მაქვს, მე მძიმე ხმალი მაქვს, იმიტომ რომ გორგასალს იცით, რამ სიმძიმე ხმალი მქონდა? ჯერ კაცი 2 და 42 იყო სიმაღლეში. ხო, მაგრამ თქვენ რატო დაატარებთ ამ ხმალს? მომისმინეთ, დაგიხსნით. 2 და 42 იყო სიმაღლეში და ხმალი 85 კილო ეჭირა ხელში. აბა, 85 კილოზე ჩეხავდა და მუსწავლებდა თურქ-სელჩუკებს და ყველა საერთოდ რო იცოდეთ. დავით აღმაშენებელი რამდენი იყო სიმაღლეში თუ იცით? ზუსტად არ ვიცი. 3 და 80. 3 და 80 და ხმალი ქონდა 232 კილო. 232 კილო და მუსწავლებდა სულ დიდგორზე აოხრა სულ. ხო, მაგრამ თქვენ არ გინდათ ბატონობას. და მე 15 კილოიანი ხმალით არ მეჭიროს ხელში და იმიტომაა რომ კუნთები მკივა. მოდი ამაშია სა. დავდოთ ხმალი. ამშვიდით ყველაფერი რიგზია. არა, ой, ბეტრულო საქართველო. როგორც მე ისტორიის მასწავლებელი შენთანა ვარ მუდამ. ბატონო ვასილ, დამშვიდით თქვენი მოსწავლეები არიან, სტუდენტები. სანახავად მოვიდნენ. სანახავად მოვიდნენ, დიახ. მომძანდით. გამარჯობა ვასომას. როგორ ახართ? ვასო სანახავად. არის, როგორ შემოხვიდით, კაცო? რანაირად მოხვედით, როგორ თავიდან შემოდით? დიახ. ეჰეი, ქართველო! ძოლის ხიჟინა მოგვესმა, ძოლის ხიჟინა მოგვესმა, ძოზე შევისხით მახვილი. ძოლის ხიჟინა მოგვესმა, ძოლის ხიჟინა მოგვესმა. ვასომას დაჭრილი ხართ ბატონო. ვასომას ხელი ხმალს იკარ. ვასომას როგორც კი გავიგეთ თქვენი ამბავი, ეგრევე გამოვიქეცით. ამჯერად ვისეომეთ. ამჯერად პლეხანოვზე მომიწია შეტაკება. აუ რა მოხდა? არა, ისეთი არაფერი ბავშვებო, დამშვიდით პლეხანოვზე იყო შაურმის რიგში და ნუ არაბთან მოუვიდა კონფლიქტი. შუ? მეტი არაფერი და მგონია რომ დაჭრილი. ერთანი ხარ თუ ინახარ მოღალატე ხარ ამ დაბიო ენაზე მოყევი. ხო და თქვენ მოგვიყევით ვასომას. თქვენ ვასომას თქვენებურად. დასხედით. თქვენებურად. დიახ, ვაბა. ოჰოი. რუსთაველის ელით გადმოგცემ თუ რა შემერთვა ისტორიკოს. შაურმაზე რომ მივედი, შმაგიაო ესე თქვესა. მუნ მივმართე მკლავ მაგარსა, სადარაბი კაცნი დგესა. არაბსაც და ირანელსაც დაუბნელე ორი მზესა. შუბი გატყდა ხელი ჩავყა ვაქებ ხმალო ვინც აგლესა. შაურმის რიგს გაერიე გნოლის ჯოგსა ვითა კორი. კაცი კაცსა შემოვწყოცე ცხენ კაცისა დავდგი გორი. ერთი წამითაც არ მეპარება ეჭვი თქვენში ვასომას, თქვენ გენაცვალეთ. აბა რამ წარებ დამჭრეს მაგ ხორიშვილებმა.
ბატონო ვასილ. აი ამ ხელა ხიჭვია მოვიღე წეღან. ბატონო ვასილ, გეხვეწებით, თქვენთვის მოძრაობა არ შეიძლება. ნაკერები გაგეხსნებათ, რა მშვიდ. დაეგამეხსნას ნაკერი. მე არ მეშინია. შემომეშველი გო. მიდი, ჰერი და ჰერიო. ჰერი და ჰერი. არ შეიძლება. აქ უხდება ხმალი ავლესოთ ქართველებო. ხმალი ავლესოთ. დამოუხსოვოთ საქართველოს გადავაფაროთ საქართველოს ჯაჭვის პერანგი უნდა დავთი ჯაჭვის პერანგი გადავაფარეთ ჯაჭვის პერანგი ხო არა ფთასუნია მოაშორია კენა ეს მუსრი ხომ გაავლეთ ვასომას სუნიანი ჯაჭვის პერანგი ესე რომ ვიყავთ არა უშავს კარგია დიახ ვასომას მაგრამ მაინც ხრეთ გამოვიყურები ხმალი მომეცით აბა გამოდჩენ მე გამოდი გამომართი ხმალი აბა როგორ ეკვეთები მტერს აგ მუსრავთ არა აგ მუსრავთ არა ნაგმავთ დადე ორი შავრო მომეცი გაუყარე მეორე ორი შავრო ესე მოგივიდათ თქვენს მოდი შე გამომართი აბა ჰერი და ორი შაურმა მომეცით შენ გოგო ხარ ერთი გამოფა ერთი შაურმა მომეცით მოგაწოდა შაურმა ჩემს სამით არ გააკეთა და ყოჩა კარგით ვასომას ესენი აღარ გვინდა გთხოვთ რა მოგვიყევით რა მოხდა ზუსტად თქვენ როგორ დაგჭერს თუ არ დაგჭერს თუ რა მოხდა ეხლა ვიაგიხსნი ვიდით მას არ შეიმჩნიოთ რა ძლიერი ხართ ვასომა არ შეიმჩნიოთ ესე ძლიერი ხართ როგორ წამში წამოხდით ვასომას ეს ოინბაზები თურქი მიშასი იქნება თითქოს ყოჩა ვასომას გაუცებ აი კარგი მხედარი როა რას ნიშნავს აი ყოჩა ხენი გამომაცალეს ყოჩა ვასო ესეც არაბების ერთ-ერთი პანდი იქნება მათი ხრიკი არის ოჰოჰოი და ვასომას ხელი ხმალს იკარ ყველაფერი იქიდან დაიწყო საიდან მეღო ჩავიცვი დადის პერანგი ავისხი ქამარხანჯალი გადავიკიდე ფარი ავიღე მათრახი და ჩავჯექი მანქანაში და შაურმისკენ გავეშურე არ მისული ყოფილ კინოსტუდიასთან შემომხვდა საშაურმე ერთი ქართველიც არ იყო იქ ყველა სპარსი იყო რას ამბობთ ვასომას? აბა ჰერი და ჰერიო ხოდა დავიძაბე მარა მე გამახსენდა რომ ერთ ქართველზე მინიმუმ 10 მოდიოდა მტერი და უფრო დავმაგრდი ჰერი და ჰერიო ცოტა კი შემეშინდა მაგრამ გამახსენდა რომ ქართველი ვიყავი და გული მომეცა ჰერი და ჰერიო მივაჭერი მე შაურმესთან და ვეუნები შაურმა მომეცი გიაუროთ ხო მომეცი ჯერ შენი რიგი არ არისო რიგის ნომერი აიღეო ამაზე გადამეკეტა და ამდენ არაბში ერთი ქართველი ვარ და მე რიგის ნომერი უნდა ავიღო მეთქი? ავიღე ხმალი და გადავცხე სახეზე გადავკარ სახეზე ვითა შუბლიდან კოჭამდე დიდი სახე ხონდა დაეცა მომვარდნენ უკნიდან
აი მუსკალებს ყველას მეკი აი ახლა შევავდი მეორე თავარტი აი თქვენ აი ვასამას გაგიჩეხიათ აი შენივეთ კარგით ვასამას ვასამას ოჩა ვასომას გასაგებია და ჰერი და ჰერიო ჰერი და ჰერიო ჰერი და ჰერიო ჰერი და ნახევარ აზიას ერთი კაცი ვებძოდი ბრავო ბრავო ჯერ ხო რაერებს გავავლე მუსრი და მერე რიგში მდგომი სპარსელი მეუბნება უსია და რა ანუ შაურმას ვიღა მოგცემს თუ ყველა მოგხოცეო ავკრიფე ტელეფონის ნომერი გამოვიძახე ბოლტი და ვინ იყო თუ ის იმ ბოლტის კურიერი ვინ იყო ინდოელი იყო ინდური უნდა ხარა ინდური მუსიკა არც ეს არ მომეწონა სახეზე და მაგასაც თავი მოვსხიპე მალადეც ვასო ეხაც შემდეგ ამ ხელა მასშტაბის ბრძოლა ჩემსმეც არავის მოუგია არავის ბრძოლა არავის გაუმართავს ჩემსნაირი გამის მერე პოლიცია მეძებს ნუ რას უკაცრავად იმ პოლიციას რა უთხარი რომ ჩემნაირ ქართველს დაიჭერს აბა ეხაც უხრა უთხარით და თქვენ როგორ დაგჭრეს როგორ დამჭეს და მოუყევი ამ ხელაგას როგორ დამჭეს მომეპარა და დამარტყა შაურმის დანა აი ეს დიდი დანა რო არის მომეპარა და დამარტყა პირდაპირ სადა გარტყათ მას იღლიაში იღლიაში აქაც გაყიდვას აქვს საქმე იცოდე რომ იღლია გამოხეული მქონდა და ზუსტად ის შაურმის დანა გამიყარეს იქ მაგრამ მაგ უპატრონებმა არ იციან რომ მე იღლია ქვისამა აუ კარგით რა ვასომას და სულ თქვენ ხვდებით ესეთ კონფლიქტებში ხო შეკითხეთ ცოტა ფრთხილად იყო აქილევსის ქუსლი და ვასომასის იღლი არის არავინ ვასომას კი მაგრამ მარტო იყავით მაგ ბრძოლაში რუსებიც იქვე იყვნენ მე არ თქვენ არავინ დაგხმარებიათ ტოტლებენის მოდმა ფუ მაგარ ფუ მაგარ ერთად ფუ მაგარ არ დაგხმარებიათ ვასომას არც ერთი ფუ მაგარ კიდე ერთხელ ვასომას დაინახეს რომ ამ ხელა ხიჭი მქონდა მხარში გატრიალდე მე ხედავდე უხმაგათი ამიტომ მე გადავწყვიტე რომ ამაგა მუსტრი გავავლო რუსებსაც აბა რა აბა როგორ აპირებთ არაჩვეულებრივი საიტია აჰა შედიხარ იმ საიტზე ავარჩიე უკვე მე თავარი ვინც უნდა დავსაჯო ხო ანჟელიკა 55 გამოვიძახებ და მთელი ღამე უნდა დავსაჯო თანამებრძოლი გჭირდებათ ვასომას ლირჩიც უნდა დავსაჯო სამზარეულოში ცალკე უნდა დავსაჯო აბაზანარში ცალკე უნდა დავსაჯო და სარეცხის თოკებზეც უნდა დავსაჯო მე უნდა გამოვყვეთ ვასომას თანამებრძოლი გჭირდება თქვენ გვერდით მართალი ხარ ჩემ გვერდით უნდა ერთად დავსაჯოთ სადარბაზოში ერთად დავსაჯო დავსაჯოთ აუცილებლად ბატონო ვასილ ის არაბი კაცია მოსული ვინ არაბი კაცო კონფლიქტივისთანაც მოგივიდა ჩაურმაზე ვის დამჭირა ბოდიშის მოხდა არა ბოდიშის მოხდა უნდა რა და ვასომას ხელი ხელს იკავ ფეხზე დგას მე ისე დღეში ჩავაგდებ რომ აქ როგორ მოვიდა მოვიდა და ბოდიში უნდა რომ მოგიხადოთ ერთი ვასომას არენდოთ სადიყავით მობრძანდით სალამ ალეიქუმ ეს თქვენ ძვენი ჩემგან ბოდიში რა მაპატიეთ შაურმა ბოდიში რა გადით გარეთ და დამტოვეთ ჩემ შაურმასთან მარტო ვასომა თქვენს გავდეთ თქვენს გარეთ ბრძოლის ხიჟი დამოგვესმა ბრძოლის ხიჟი დამოგვესმა თქვენ ურჯულოებო
რას გავხართ? იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45.